ოლიგარქი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ და კანონის უზენაესობა, რომელსაც ივანიშვილი ფეხქვეშ თელავს. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე ეს სიტყვები პაվել ჰერჩისკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. თუმცა, პასუხად თავდასხმა მიიღო სწორედ ანტიევროპული რიტორიკის ნაწილია შალვა პაპუაშვილის ბოლო წერილი ჰერჩისკისადმი, რომელიც წესით მისალოცი უნდა ყოფილიყო, თუმცა სიძულვილით სავსე აღმოჩნდა. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ წერილი მიიღო და ის მთავარ ოფისს გადაუგზავნა, პასუხი კი შესაბამის დროში იქნება. როგორ აღიქვამენ ოცნების მთავრობას ბრიუსელში, ნინი ბალანჩივაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ? დიახ, ის ადამიანები, რომლებსაც ახლო კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებიც იღებენ სწორედ გადაწყვეტილებებს ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში საუბრობენ პირდაპირ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ საერთოდ დააკარგვინა ევროინტეგრაციის შანსი და პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა თუ რას აკეთებს ოცნების ხელისუფლება და მათ შორის ეს გამოჩნდა ირაკლი კობახიძის ბოლოს გაკეთებული განცხადებით, გუშინ გაკეთებული განცხადებით, როდესაც ოცნების პრემიერმა ტრაგიკული პიროვნება უწოდა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში და ეს პირდაპირ არის თავდასხმა ევროკავშირში შემავალ 27-ვე სახელმწიფოზე, ვინაიდან მათი წარმომადგენელი არის სწორედ საქართველოში პაվել ჰერჩინსკი. შესაბამისად, ანალიტიკოსები, ევროპარლამენტის მრჩევლები მათ შორის საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები შეიძლება ვნახოთ ასევე ახლო მომავალში ჩვენ და მათ შორის ქართული ოცნების ნაბიჯებმა შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ საერთოდ უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხი დადგეს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მით უმეტეს მაყურებელს ახსოვს ბოლო დროს ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ანგარიში, რომელიც საბოლოოდ სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე დამტკიცდება და სადაც პირდაპირ არის საუბარი უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებასთან მიმართებით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამენ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნების წინააღმდეგ, ასევე საუბარი არის პროპაგანდისტული მედიების დასანქცირებასთან დაკავშირებით და აქ საგულისხმო არის ერთი ფაქტი. ანალიტიკოსები ჩვენთან საუბარში ასევე ამბობენ იმასაც, რომ ქართულ ოცნებას სურს ახლა მოჩვენებითი რეალობის შექმნა, რომ თითქოს ვინმე ისჯება ძალადობის გამო, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას საუბრობენ სწორედ იმ ბრიფინგის შემდგომ, რომელიც მოვისმინეთ გვარაკიძის უწყებაში დაკავებული არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი 5 სპეცრაზმელი. ისინი ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის ცხადია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ძალადობა არის წახალისებული, არის სისტემური და მთავარი არის, რომ დაისაჯონ სწორედ გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ის ადამიანები, რომლებიც გასცემდნენ ამის ბრძანებებს და მათ შორის ქართულ ოცნებას ამას ავალდებულებს მოსკოვის მექანიზმით დასკვნაში ხაზგასმით წერია ის, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაულებები. სინამდვილეში ეს არც ევროკავშირისთვის არ არის არაფრის დამამტკიცებელი და არც ქართველი მოსახლეობისთვის, ეს არის უბრალოდ გარკვეული დივერსიული აქტი, რომ ვითომ ეს მთავრობა არის მართლა მთავრობა, ვითომ ეს მთავრობა მართლაც რეაგირებს დანაშაულებზე, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ის, რასაც ევროკავშირი ანდაც ნებისმიერი ცივილური სამყაროს წარმომადგენელი მათ სთხოვს. სინამდვილეში მოითხოვება სისტემური დანაშაულის გამოძიება, დანაშაულის შემკვეთი მაღალჩინოსნების გამოვლენა და დაკავება და ასევე ყველა რგოლთან შესაბამისი რეაქციების მიცემა, რასგან ძალიან შორს ვართ. მათ უნდათ რომ რაღაცით შეძლონ მოლაპარაკების დაწყება დასავლეთთან. ეს წარმოუდგენელი ამბავია, ან დასავლეთთან ისინი ვერ დაიწყებენ ამით მოლაპარაკებას, რომ 5 ადამიანს დაიჭერენ თუ 10 ადამიანს დაიჭერენ, აქ ხომ თავარი ის არის, ვინ შექმნა ეს სისტემა და ვინ იყო გადაწყვეტილების მიღები ამ პროცესში. ეს ამბავი, რომ ეს ყველაფერი ამ ხალხის დაპატიმრება ემსახურება იმას, რომ ისინი დავაგდნენ ვინმესთან, მე მგონია, რომ შეიძლება ქოცებთან ვიღაცის ტვინში ეს ასია, ქართული ოცნების მომხრეებში ალბათ უფრო ნაკლებად შიგნით რა, ვინ წავთ ესე გადაწყვეტილების მიღები პირები, თუმცა მე მგონია, რომ ეს არ იქნება რეალურად შედეგიანი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებამ ზუსტად იცის რა უნდა ქნას. ეს არის არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე და მეორე ამბავი ეს არის ყველა ადამიანის უპირობო გამოშვება ციხიდან. კონკრეტული ცალკეული საქმეების გამოძიება საქართველოში რეალურ ფონს არ ცვლის
არის იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს, საქართველოში არის განუკითხაობა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ოცნების მომხრეები დაუსჯელები რჩებიან, ამიტომ ევროკავშირში ეს ფაქტობრივად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ევროკავშირში ჩამოყალიბებულია პოზიცია, რომ ქართული ოცნება არის რუსული ძალა. სავარაუდოდ, განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ქართული ოცნების მიზანი იყოს ის, რომ ევროკავშირთან შექმნას ფონი, თითქოს კანონის უზენაესობა არსებობს, თითქოს დამნაშავეებს იჭერს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს რეალურ შედეგამდე მიიყვანს ქართულ ოცნებას. ეს განცხადებები, რომელიც მაყურებელმა მოისმინა პირდაპირ ეთერში გაკეთდა ბრიუსელის პრეს კლუბში ორგანიზაცია ხიდების მშენებლის ინიციატივით გაიმართა ეს შეხვედრა და შეხვედრის თითოეული მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ ძალიან ძიმი არის ის ვითარება, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში და ისინი დეტალურ ინფორმაციას ცხადია მომდევნო დღეებშიც მიაწვდიან ჩვენ პარტნიორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ უშუალოდ ევროსტრუქტურებში და ამბობენ, რომ ცალკეული ნაბიჯები ქართული ოცნების მხრიდან არაფერს შეცვლის პარტნიორებისთვის, ვინაიდან პარტნიორების მოთხოვნა არის მკაფიო რეჟიმის მისამართით, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სისტემური დანაშაულები გამოიძიოს ქართულმა ოცნებამ და დაისაჯონ სწორედ ამ შემკვეთები, ვინც გასცემდა ძალადობის დროს სწორედ ბრძანებებს.